გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მე კი თვეში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. პროექტი ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა საიუბილეო მეათე გამოცემას წარადგენს, რომელიც 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კოლექტივს, Kung Fu Junkies მიეძღვნება. კრებული ალბომი სახელწოდებით Dance or Die, Under Sky Non-Stick Pop 2 ფირფიტაზე 4 სექტემბერს გამოვა. Kung Fu Junkie 2007-2016 წლებში არსებობდა. მისი ჟღერადობა მუსიკალური ექსპერიმენტებით ხასიათდებოდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ქართული მუსიკალური სივრცის ჩამოყალიბებაში. როგორც ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გუნდი აფასებს, ეს პროექტი მნიშვნელოვანი კულტურულ ფენომენად იქცა. Kung Fu Junkie ახალი ჩანაწერების გამოცემა და მუსიკალური პერფორმანსები 2016 წელს დაასრულა, როცა ჯგუფის კომპოზიტორი, თანადამფუძნებელი და წევრი გრინჩი გარდაიცვალა. Kung Fu Junkies ფირფიტის პრეზენტაცია მუტანტ რადიოს სივრცეში შედგება. ღონისძიებაზე ქართველი არტისტები ისაუბრებენ კოლექტივის შემოქმედებაზე, ასევე მსმენელს შესაძლებლობა ექნება Kung Fu Junkies ფირფიტა შეიძინოს. ნინი ნუცუბიძემ კომპოზიცია სახელწოდებით Naily's Wedding 2025 Rework წარადგინა. ნამუშევარი ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი ქართველი პიონერი არტისტის ნიკაკოის ამავე სახელწოდების ტრეკის ახალი ვერსიაა. ნამუშევარი ლეიბლ Collab-ზე გამოიცა. ტრეკის cover არტზე ლიზა ყაჯიშვილმა იმუშავა. Naily's Wedding 2025 აქ არის ნიკაკოის საკულტო ტრეკის ახალი ინტერპრეტაცია ლეგენდარული ალბომიდან Geo Weddings. 2025 წლის ეს ვერსია ეძღვნება ქართულ ელექტრონულ მუსიკას, რომელიც დროს უძლებს და მას ახლებურად წარმოაჩენს. წერს ნინი ნუცუბიძე Instagram-ზე. სიმღერა ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. Radiohead ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ჩანაწერს უბრუნდება 2003 წლის Hail to the Thief. ბენდი ახალ ალბომს გამოცემს, რომელიც სწორედ ორიგინალ პროექტში შესული სიმღერების ლაივ შესრულების 6 წლიან პერიოდს მოიცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფმა დაანონსა ციფრული პროექტი Hail to the Thief Live Recordings 2003-2009 12 სიმღერიანი კომპილაცია, რომელიც მათი თქმით ბენდს მეექვსე სტუდიური ალბომისადმი დამოკიდებულების გადაფასებაში დაეხმარა. ალბომი ამჟამად ხელმისაწვდომია სტრიმინგ პლატფორმებზე, თუმცა ფანებს ასევე შეუძლიათ შეზღუდული რაოდენობის უნიკალური ვინილის წინასწარ შეკვეთაც. წითელი ფერის ფირფიტა ხელმისაწვდომი იქნება მუსიკალურ მაღაზიებში, შავი ან ცისფერი კი ბენდის ონლაინ მარკეტზე. ვინილი 31 ოქტომბერს გამოვა. ახალი ალბომი მოიცავს 2003-2009 წლებში ბენდის ლაივ შესრულებებს ამსტერდამში, ბუენოს-აირესში, დუბლინსა და ლონდონში. 2003 წელს Hail to the Thief მესამე ადგილზე გავიდა Billboard 200-ში, მას შემდეგ, რაც 2 თვით ადრე ჯერ კიდევ გამოუცემელი ალბომის ჩანაწერებმა ინტერნეტში გაჟონა. კინოთეატრ ამირანში Mechanical Rainbow-სა და გიორგი გიგაშვილის ერთობლივ სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. მომენტე, ასე ქვია სიმღერას, რომლის ტექსტი და მელოდია Mechanical Rainbow-სა და გიორგი გიგაშვილს ეკუთვნით, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკოლა ზუბიაშვილმა იმუშავა. პრემიერა ფიზიკური ღონისძიების ფორმატით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მუსიკალური ნომრები შეასრულეს გიორგი გიგაშვილმა, ნიკოლამ და Mechanical Rainbow. საღამოს დასკვნითი ნაწილი კი ახალი კლიპის ჩვენებას დაეთმო. ღონისძიება კავია პლუსის მხარდაჭერით გაიმართა. როგორც Mechanical Rainbow-ს ვოკალისტმა დადუ დონაძემ Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, სიმღერაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. ტრეკი 3 დღეში შეიქმნა. Mechanical Rainbow 2021 წელს ჩამოყალიბდა და მალევე იქცა ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ბენდად. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა Hope და სევდანდარევი. 2024 წელს Mechanical Rainbow კორცთან და სტეფანესთან ერთად წარმოადგინა კომპოზიცია Stack, რომელიც 2024 წლის ზაფხულის ჰიტად იქცა. სალიომ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე შენთან მინდა. სიმღერის პრემიერა 11 აგვისტოს შედგა. სიმღერის ტექსტი და მელოდია თავად სალიოს ეკუთვნის. ტრეკის პროდაქშენზე, მიქსინგსა და მასტერინგზე ბექა ჯაფარიძე შუკვანმა იმუშავა. მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი ნუცა ჩაკვეტაძეა. სალიომ მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. ის ცნობილია soul-ისა და ჯაზის მოტივებზე დაფუძნებული ვოკალური სტილით. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია და აერთიანებს soul-ს, R&B-ს, jazz, blues-სა და ალტერნატიულ pop-ს. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com.gz-ზე შეგიძლიათ გაიცნოთ, ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით 2 კვირით. ნახვამდის.